გვიანღამით აფეთქება მოხდა თბილისში. გორგასლის ქუჩაზე ლტოლუთა საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე სავარაუდოდ გაზის გამათბობელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. გარდაცვლილია ერთი ხანდაზმული მამაკაცი. განსაკუთრებით მძიმეა ნიუ ჰოსპიტალში გადაყვანილი საშუალო ასაკის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის შენობა, მოსახლეობა დროებით სასტუმროებშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე გუშინ გვიან ჯანდაცვის მინისტრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ და დაზარალებულები საავადმყოფოშიც მოინახულეს. უბედური შემთხვევა მოხდა, ზუსტ მიზეზებს ალბათ გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ დაზუსტებით ვთქვათ, სავარაუდოდ საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართავობაზე, რამაც გამოიწვია აფეთქება და დატრიალდა ეს ტრაგედია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულის არის, ძირითადად ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პიროვნების შემთხვევაში ეს განსაკუთრებულად საყურადღებოა მდგომარეობა და ამაზე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხო დაბინავება ამ დარჩენილი მოსახლეობის, ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს მყისიერად მათი შესახლება. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ქსელის დათვალიერება შიგნით შესვლა და სურათის აღდგენა, ჯერჯერობით ვერსიები არ გვაქვს, თუმცა ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ არსებული ქსელი ნორმის პარგლებშია, რაც ჩანს გარედან ვიზუალურად. პირველი 10 წუთი იყო, რო ხმა იყო სადღაც 1.5 მეტრო ამაგდო ზევით და არ ვიცი რა მომხდარი იყო და მე გავაღეთ ფანჯარა და მეოთხე სართულიდან მოდიოდა კვამლი და საშინელება იქ როგორ დარჩნენ ხალხო აზე არა ვარ.